კანონის შესაბამისი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა, ასევე მათი მოქმედების შეჩერება, რადგან ამ კანონის ამოქმედება აყენებს მყისიერ საფრთხეს ორგანიზაციებისათვის და ინდივიდებისთვის, რომელთა საქმიანობაც უსაფუძვლოდ შეიძლება მოაქციონ კანონის რეგულირების ფარგლებში. შესაბამისად, არსებობს იმის აუცილებელი პირობა, რომ ეს სარჩელი განხილული იყოს სწრაფად და საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩეროს გასაჩივრებული ნორმები, სწორედ ამ მოთხოვნით არის წარდგენილი ეს სარჩელი, როგორც გითხარით. თავდაპირველად ასევე აღნიშნავთ თვითონ ამ კანონის ბუნებასთან დაკავშირებით, ქართული ოცნება საუბრობს, რომ ეს არის თითქოს ამერიკული ფარის პირდაპირი თარგმანი, მაგრამ საზოგადოებისთვის გვინდა განვმარტოთ, რომ კანონის ასეთი პირდაპირი თარგმნა, რა თქმა უნდა, არნიშნავს, რომ ეს ანალოგიურად გამოიყენება სხვა სივრცეში, სხვა სამართლებრივ სისტემაში და სხვა პოლიტიკურ კონტექსტში. ამ მოცემულ შემთხვევაში, რაშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, ერთი მხრივ ცალსახაა ის მიზანი, რომელიც ამოძრავებს ქართულ ოცნებას, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მედია ორგანიზაციები და არა მარტო ორგანიზაციები, ასევე ფიზიკური პირები შეზღუდონ სხვადასხვა ფორმით და ამ კანონის მიღება სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ნორმალური განმარტების პირობებში ვთვლით, რომ ეს კანონი ჩვენზე არ ვრცელდება და არ უნდა მოხდეს მისი გამოყენება ჩვენს წინააღმდეგ, მაგრამ მათი რიტორიკა მიანიშნებს იმაზე და ასევე ამ კანონის ბუნდოვანი ბუნება, მისი ბუნდოვანი შინაარსი, ასევე განუჭრეტელი ძალაუფლების მინიჭება ანტიკორუფციულ ბიუროსათვის აჩენს იმის რისკებს, რომ ეს კანონი იქნება გამოყენებული რეპრესიულად. აქედან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია ეს კანონი შეაჩეროს, მისი მოქმედება შეაჩეროს. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვთვლით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მაღალადობას იმსახურებს და აუცილებლად დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნას. ასეთი მოლოდინი ცალსახად არ გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ჩვენთვის კონსტიტუციის გარანტირებული უფლებების დაცვაზე. ამიტომ ამ საქმის წარმოება საკონსტიტუციო სასამართლოში სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ასევე მინდა გამომარტო და გამოვეხმაურო 2 დღის განმავლობაში ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის მხრიდან გაკეთებულ კომენტარებს და ეს კომენტარებიც დამატებით იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ კანონი შესაძლოა იმდენად ფართოდ განმარტოს, რომ ეს არ იყოს მისი რეალური ბუნება. ამერიკის შეერთებულ შტატებში ანალოგიური კანონი ასე არ მოქმედებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში კანონი არ ებრძვის დამოუკიდებელ ორგანიზაციებს, ინდივიდებს, რომლებიც საკუთარი ორგანიზაციული საქმიანობიდან გამომდინარე მოიპოვებენ დაფინანსებას და საკუთარი დამოუკიდებელი საქმიანობის ფარგლებში განკარგავენ მას. ის განმარტებები, რომელიც ისმის ამ შეხვედრებზე, რომელსაც ატარებს ანტიკორუფციული ბიურო და მედიასთან გაკეთებული კომენტარები, აშკარად მიანიშნებს იმას, რომ მათ კანონის ფართო და განუჭრეტელი გამოყენების ამბიცია და სურვილი აქვთ. ჩვენ ამ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლო კიდევ ერთხელ გვინდა დავაფიქროთ მათ მთავარ მისიაზე, მათ მთავარ ფუნქციაზე, კონსტიტუციით გარანტირებულ და მოცემულ პირობაზე, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პირველ რიგში უნდა დაიცვას კონსტიტუცია. ამიტომ ამ საქმის განხილვით და საქმის არჩევის დაკმაყოფილებით მათ შეუძლიათ ეს მისია შეასრულონ. ჩვენს კოლეგებს თუ სულთანის დამატება. ადრები